ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კვლავ Deep State-სა და საქართველოს უკრაინის ომში ჩართვის ეგრეთ წოდებულ მცდელობებზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, ისინი ჭეშმარიტი დასავლეთის ნაწილი არიან და არა იმ Deep State-ის, რომელიც მისი თქმით ცდილობს ყველაფრის მმართველად ჩათვალოს საკუთარი თავი. კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას არც მასპინძელი ქვეყნის ლიდერი დაივიწყა და თქვა, რომ გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის ყველა უნდა ადიდებდეს. We Georgians are not in the position to be in conflict with the West. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფალი რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და რა იმ Deep State-ისა, რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს. ჭეშმარიტი ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელ ევროპაში და მის მიღმა. ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია. იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისთვის და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. ჩვენ ქართველები მას განსაკუთრებით ვაფასებთ იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ევროპული გზის მიმართ გამოხატა. დიდი მადლობა ბატონო ორბან ამისთვის. ირაკლი კობახიძისადმი კომპლიმენტები არც ვიქტორ ორბანმა დაიშურა. უნგრეთის პრორუსმა პრემიერმა ოცნების პრემიერს გმირი და პატრიოტი უწოდა და ისიც დაამატა, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით საქართველო ახალი დიდი ბრიტანეთი გახდა. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას 1974 წლიდან ამერიკის კონსერვატორთა კავშირი ატარებს. ბოლო 4 წელია კონფერენციას უნგრეთი მასპინძლობს. კობახიძე კონფერენციაში გასულ წელსაც მონაწილეობდა.